გამარჯობა თქვენ უყურებთ სპორტულების ახალ ეპიზოდს გიორგი ჩუბინძესთან და აკაკი დარბაზისთან ერთად. მადლობა რომ ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებთ ჩვენთან ერთად, გიფიქსირებთ სიყვარულს და ცხელ გვერდში დგომას. გვინდა მადლობა დაუფიქსიროთ ლიდერ სპორტს მხარდაჭერისთვის და გვინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ლიდერ სპორტის და კეთილების YouTube არხები. მინდა შევეღებ შემდეგ თემას, ისევ და ისევ არ წყდება SMS-ები ჩვენს გადაცემაში. ერთი წუთით. წერენ ცნობილი ფეხბურთელები, რომ იქნებ რამენაირად მოგვახვედროთ ლუიზას ექსკლუზივში და მინდა რომ ყველას ერთად გიპასუხოთ, რომ სამწუხაროდ მე და აკაკი ამას არ ვწყვეთ, ამას თვითონ განაგებს ამ ყველაფერს კარბატონი ლუიზა და მოდით ვნახოთ ერთად თუ რომელი ფეხბურთელი მოხვდა ამჯერად ლუიზას ექსკლუზივში. გამარჯობა ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო. დღეს მომენა გასაუბროთ დავით ბეკჰემზე და მის ცხრიალა მეუღლეზე ვიქტორია ბეკჰემზე. ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო დავით ბეკჰემი. კაპიტნობდა ინგლისის ნაკრებს და კაპიტნობდა ოჯახსაც. სანამ ფეხბურთს თამაშობდა ბეკჰემი, ფულიც ჰქონდა და გაქანებაც. მაგრამ დღეები რბიან, დაჩვენს ბერდები და სულ არ ითამაშა ფეხბურთს. ბეკჰემებმა მალევე გამოჭამეს ეს ნაგროვები. ზოგი სასხმა წაიღო, ზოგი ვალმა წაიღო, ზოგი ბავშვები ჩაცმა დახურვან. ქაროიტყვიან დარჩა ეშენი ვიქტორია და დავითი სოხანეზე. რა ვქნათ ბევრი ფიქრეს ბეკჰემებმა, ასეთი გაჭირება არის, ამბავი არის. ესავე დათოს მოუფიქრებია, რა წავალ ამერიკაშიო უთქვია ოჯახში. ვიქტორიამ რას გააკეთება შენო აქ ამერიკაში ხელობა შენ არიცი და არაფერი. რავა ბეკჰემს უთქვია გიფსო კარდოს მაინც დაუკავებ ვიღაცასა. ვერეს მუშა ყველა სჭირდება იქანა ვერეს მუშა თუ არ მუშავებაო. გამოუტანია დედის სასხე ბრიტანული ბანკიდან და თანგო დაუგდია მე აქანა დაბრუნებელი აქ ვარ. ბეკჰემი რო ჩავიდა თურმე ამერიკაში ძალიან ხშირად ურეკამდა მეუღლე ვიქტორია. არიქა დათო წამიყვანა ყველა დღეს აგი აკლებული ყავდა კაცი შეჭ. დათოს უთქვია დაეცადა მავითმა ხალიო და ჩამოგეყვან კაცო და ვიქტორიას უთქვია მე ჩამიყვანა მადამდეო ებავში იქნება ამერიკაში დაიბადოს და მოქალაქეობა მევცაო და იმანაც ჩვენსავით რო არ იწვალოსაო. წვალობდა ბავშვი თურმე ძალიან პირველ თვეებში გაკონტროლებული იყო შტატიდან შტატში. ხან იმას დაათრამდა, ხან ამას დაათრამ. ბრიტანეთში როგორიათ ამერიკაში ფული ხვეტება გზებზეო. არ არის მთლად მას. თურმე ცოშვილი რომმა წაეყვანა ბეკჰემს ყველაფერი რომ მოაგვარა და ისი. და ურაკნიასე და შვილი ხო წამართვიდა მამტაცეო და მან ახებაო. შვილები მაინც იმასქანიო, დამიტოვი აქანაო. ბეკჰემს უთქვია რა იყო კაცო, ჩამოვალთ ხოლმეო და იქაც უთქვია სად ჩამოვალთ ესეო ამერიკა არისო, საუთემპტონი კი არის ყოველ შაბათ-კვირასია რომ წინ დაუკან. უკვე გავიდა რამდენიმე თვე და ქარო უკვე ფიქრა რომ მაგ რაღაცის შესაძლებლობა და ასე წამევიმართე ცოტა. მეც გულში რო არაფერი არ მოდის ტრაილერით მოფშვიდინავს თუმცა ყავას უწრობ უნებს და ლუიზიანაში ყოფილა დაღმართი მოყინული დაშვებულა და დაცემულა დამტრეულა იქანა და ურაკი ეს სიდედრესთვის შენი ასე და შენი ისე შენ დამთავრე შენ მიქანი ეს ყველაფერი აი ტრაილერს კი აქ მაგრამ დაზღვევა და ისი მაგრამ ბავშვი უსაბუთოთ არის და არც ის არ და არც ეს არ დაჩაგრულა ძალიან საბუთე გვინაო ესო ამერიკა არისო ეს ის კი არ არის რაღაცა შემორაგებლიო და ასე გაჭირებაში მყოფი წასულა უფრო უკან და უკან. ეს ამბავი რომ მოხდა ხა ვიქტორიასაც უფიქრია პატარა დაუდგები გვერდშიო ჩამბაუღლესაო. იფიქრა რა ვქნა და კატურაკა ბიონსეს. პასუხა იმანას ახა ბიონსეო ასე და ასეო. ვიქტორია ვარაო. რომელი ვიქტორია ხარაო იმას. გამოხსტერებია თავი იმასაც. სპაილს გასის ვიქტორია ვარო გოგო რა ჭირსაო. არ გახსოვარაო. სპაილგესის ვიქტორია კერაო რემონტი მაქვს სახში ჩამეკმაშვილი არ მახსოვსა. ესაც კაი ტიპი არის. სპაილს გასი თუ ამყავდა სახა ტრიომანდად და ეს. დაზარდეს ასე ერთმანეთის გამონაცვალში ბავშვები ძალიან დიდი გაჭირება ქონიათ. ვაღარც ბრიტანეთში მედიოდან ვაღარც აქანა დაედგომებოდა թե ამერიკაში და რო არ იცოდნენ უკვე რა ვქნათ და დაურაკას ბეკჰემს ინტერ მაიამიდან. ასე და ასე ჩვენ მართოთ ათო ასე და ასე გვინაო რომ სხვადასხვა გუნდებთან გვიპროტექტორო. ძალიან კარგი პირობები იქნება ასე და ასე დაზღვევაც იმოქმედებს შენ ოჯახზე. ორი კაპიკი გამოგევაო და შაბათ-კვირას კიდე სახში იქნები მეტირაგინაო. არიქა გადარეულა სიხარულით ბეკჰემი კოოპარცია წვარი აგრავა და ურაკია ვახო ბიჭი გაშვიდან. ვახო ასე და ასე უნდა მეშველო რამე გამოსასვლელი შარვალი ხო არ გაქაო.
ვახოს უთვი ახლა მასე არც მე არ მაქაო, მაგრამ კოტიკოს და ურეკამ თოდორაიასის უფრო არიშანი ზომისიო. ძალიან დადგომიან ბიჭები კვერჩი, მაგრამ უთხოვებიათ აშარვალი მესულა ბექემი. როდა უნახიათ ასე გამოშმოტკილი ქაო, ყანიათ სამსახურში. პირველი ხალფასი რო უყია ბექემს გაქცევლა ეგრე ბავშვებისთვის უყიდე სასექტემბროდ ტანსაცმელი წიგნები რაულები რა ორორი პენდლები ფანქრები სულ ყველაფერი სახატავე ყველაფერი მე უცია ვიქტორიასთვისაც ფული აგერ შენაო ჩემო ვიქტორიაო კაბა იყიდა შანთვისო რა კაბაიო დათო კაბას კი არა ამ ფულით ხვაბებს და სალადნიკებს ვიყიდეო გამოწყავებული რო გვააქო სახლი მაინც რა არის მე ოჯახე ხალი წასკტომია ცრამლე მე დათოს თალით ასე არის მე ოჯახე ხალი რო გიდგია გვარჩი მარაშან სხვანაირად ძლიერი ხა აბა შენიცი ბაქამ ხა ბავრი შრომა ბავს უპროტექტორა კიდე და დაუბრუნეს თავის შარვალი კოტიკოს და ბახოსაც ეცი პატივი მე ყوارხარ ჩამო გოგო სავით ლამაზო ბიჭო კარგად ძანდებოდა მადლობა ქალბატონ ლუიზას ექსკლუზივისთვის და ისეთი ამბებისთვის, რომელზეც ChatGPT-ც იჩეჩავს ხრებს, რომ ახლა კი დროა ასპარეზი დაუთმოთ ბატონ ნუგზარს, რომელიც დაქოქილი მანქანით გველოდება და დროებით დავბრუნდეთ უბოროტოს საბჭოთა კავშირში. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელე და რადიო მსმენელებო. მე ნუგზარი ვარ ჩუბინიძე. ფართო მასისტვინ ნუგზარ კლაქსონი. ეს კიდე ჩემი ავტობლოგია. დღეს ჩვენ განვიხილავთ 70-იანების საბჭოთა კავშირის მერილინ მონროს იგივე მოსკოვში 412 მეგობრებო. სანამ უშუალოდ განხილვას დავიწყებთ. ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი და ეს დეტალი ჩემო მაყურებელმა ძალიან კარგად იცის. აბა ახარას ვახტენ და მიწერე კომენტარებში. სამოცდაათიანების საიუსში ვისიც არ უნდა ყოფილიყავი. მოსკოვში უკეთესი მაინც ვერ იქნებოდი რა. როდესაც საბჭოთა კავშირში 5 სულიან ოჯახში ერთ კაცს ხრიტავდნენ ძალიან დიდი უბედურება იყო მეგობრებო და ამავდროულად ძალიან დიდი სიხარულიც რადგან დარჩენილი 4 კაცი იდეალურად ეტეოდა მოსკოვში არსებობს ინფორმაცია რომ Nissan Skyline GT-საც არ გადაუხდია იმდენი ფული ფორსაში რამდენიც ჩაყარა მოსკოვში მხიარულ რომანში. მოსკოვში ძალიან ერთგული მანქანაა. ამიტომ ის თელი ცხოვრება თანყვება ადამიანს და ერთგულად მსახურობს. და როდესაც ბოლოს აღსასრულის ჟამს იგზნობს გარბის სახლიდან მედის რაღაცა დღეღრეში მიკარკულში და იქ შტოკამს თავს. არ ვიცი რა, ამიტომაც ძრავდასტუკული მოსკოვში. არავის არ უნახი. ძაღლია რა. ამ მანქანას უამრავი პლუსი და მხოლოდ ერთი მინუსი აქვს. ესეც იმისთვის რომ დაიქოქოს. ჰუიდედა. თქვენ მოსკოვში მოსახლეში 120 შეხვალთ. თქვენ თავიდან დაიბადებით სულ სხვა სამყაროში. მე მახსენდება რომ ერთმა რუსმა ბიჭმა ცადა ეს და შევიდა. ახლა კი ის მოსკოვისთან ერთად საფრავის ქვაზეა დახატული. ზოგს რა ბედი აქვს? ჩემი ბედი ხო ვიცი. მე მარტო დამახატავენ. ან ლუიზას მომიხატავენ გვერდში. ეს მის კითხვა.
თუ არსებობს მოსკვიჩი, რატომ არ არსებობს ლენინგრადიჩი? პასუხი მარტივია. მოსკვიჩი ერთადერთი და განუმეორებელია, როგორც თქვენი მონამორჩილი მამულიჩი. ბოროტიანები ამბობენ, რომ მოსკვიჩის დიზაინი ფრანგული რენოს დიზაინიდან არის მოპარული. მაგრამ ამ ყველაფერზე მოსკვიჩი თვითონ გაგვცემს პასუხს. ტყუნის დედა. გეყურებათ. ესმის კითხვა, თუ რატომ აქვს მოსკვის ესეთი წვრილი გლუშიტელი? პასუხი ძალიან მარტივია, მეგობრებო. საბჭოთა კავშირში არ იცოდნენ ინჟინერებმა მათ შემოქმედებას ტაშ დაუკრავდნენ თუ უბრალოდ ნაცხში გათხრიდნენ. აი ამიტომაც იზღვევდნენ თავს. საოცარია მათი წინდახედულობა. შემოძვირფასებო, მოსკვიჩი ერთადერთი მანქანა, რომელსაც უკან სამკუთხედი პავაროტნიკები ქონდა. თან რა დროს? ეს არ არის ბოშობია. კარგით რა, ყველაფერს ჭყალაობა ხوار შეიძლება. სამკუთხედია, ეს ხوار არის რგვალი. და ბოლოს, ჩემო ძვირფასო ტელე და რადიო მსმენელებო, ისმის კითხვა, რა არის მოსკვიჩი? 15 მოძმე რესპუბლიკის მე-16 ძმა იპოლიტე ხვიჩიას ახირება თუ აი რა არის მოსკვიჩი? შვილები მომიგდეს რა არის მოსკვიჩი? გონი 1-2 საუკუნე კიდევ უნდა დავიცადოთ, რომ გავიგოთ თუ რა არის იგი. თქვენ კიდევ თქვენი აზრი დაგვიწერეთ კომენტარებში. შევხვდებით მომავალ განხილვაში. პარკირება მოხსნილია, სიყვარული ადვილია. მადლობა ჯერემი ჩუბინძეს ამომწურავი ინფორმაციისთვის. ჩვენი რჩევა იქნება, რომ აღნიშნული მანქანის შეძენით გთხოვთ ნუ დაინტერესდებით. ჩვენი სტუმარია ფარცხანაყანებისთვის, კოუჩი და მსოფლიოსთვის გოუთი თემურ ნიკალაშვილი. მადლობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? უგრესი მადლობა მობრძანებისთვის ბატონო თემურ. დროის გამოყოფისთვის პირველ რიგში ასე მადლობა თქვენ მშვენიერად მოწყობილი ხართ, ეს ბანალური ხუმრობა, კარგად მოწყობილი ხართ და მიხარია. როგორ ხარ პირველ რიგში? კარგად. როგორც თქვენ ალბათ ცხელად სავარაუდოთ, მეც რატო არა? მაგრამ ნუ ხელი ზამთარი ველოდებოდი ამ მომენტს, როდის დამცხებოდა სხვა. მეც ეგრე რა. როგორ მოგწონს კი აღნიშნე, მაგრამ აი თეატრაში ყოფნა რა, აი როგორ ძალიან კაი, რა არის ესეთი მიმერული საყვარელი გარემოა და feeling good და every single okay. ბოლოს რომ ნახე თეატრში მაგრაციო და ასე რა. ეს ხევა რა, საშუალო ტემპერატურა ვერ შეგიჩი. არა უშავს. მე თქვენს გამო სიცხეს კი არა, რავი რა, ასე რა. გავიდა როზგებს ასე რომ კენეც ჩავდეთ შემოგვიდა. აი როზგის სტუდიაში. გადამწყვეტ რა რაც კაი. ჩვენ ვიცით რომ იუმორის გარდა იუმორიდან გისურს რავი, მთელი საქართველო. დიახ. ჩვენ საკედან გაგიცანით. კი ბატონო. მაგრამ იუმორის გარდა ხარ გოუთი სპორტში. ხო. და ვიცით რომ ფეხბურთს თამაშობდი და მოკლედ სანამ ზაზალეჟავა აღმოგაჩენდა ყველაფერი კარგად იყო. კი, ამდე კარგად იყო. უბრალოდ ჩემ ფეხბურთს სანამ თავჩენგილა გახდებოდა. ჩემ ფეხბურთს ისტორია ცოტა ის არის, რა ქვია, საურია, იმიტომ რომ 14 წლის ასაკში შევედი ფეხბურთში. ვაუ, ძალიან კაი სტარტი. ძალიან ადრე შესვლა. 16 წელი იამალი და მოგებულია ყველაფერი და მე შევედი. 3 წელი ქონდა. ასე რომ იმ წვანე 0-სემით. ხო, მაგით მიმიყვანეს პირველად ვარჯიშსა და შევა მაგის ბრალიცი. ხო, ანუ ჩემ ანუ ხო კარგად ვთამაშობ რა, მაგრამ ბიჭო, მაგნათ. და დავაგვიანე. ერთადაც ვითამაშია. ხო, ერთადაც ვითამაშია ჩვენ და შენ აზროვნებ ბურთთან ერთად მერას და მე ტექნიკური თამაში მე მგარი და ის არ მაქვს, მაგრამ ტექნიკური თამაში მე მაგრამ ძალიან დავაგვი 14 წელს ასაკში ფეხბურთში შესვლა ძალიან. შეგიძლია ტემპი შეცვალო რა, სტადიონზე მე ხო გიყურები და რაღაცა აჩქარება, რაღაცა ესეთი ტემპის ცვლილებაში ძალიან მაგარი. ტემპის ცვლილება შეიტანე ჩემს საფეხბურთო შესაძლებელია. სამაგიეროთ იუმორს არ და ხო, ასე რომ რაღაცა ეგ სადღაც ზემოთ იყო გაწერილი სავარაუდოდ და 2 წელში დავასრულე კარიერა. 14 წელს დავიწყე და 16 წელს დავასრულე. შეულა დაგეცა. ხო. ბიჭო, შენ მე ვიცი და ყველა ჩემმა მაყურებელმა მე მგონი და ჩემმა მაყურებელმა იცი რომ ბარსელონას თავ გადაგული. კი. კი ბატონო. აი რას მე ვისაც ვიცნობ
ფანებს ზოგადად. ძალიან დიდი ხარია ბარსას ფანი. ძალიან მოწამლულია ეს ადამიანი. მესითაც მოდაშოვის თავიდან კი რონალდინიო მომწამლა და მე უკვე მესის შევყავი და მე ჩვენ ფეხბურთის ყურება. თუ იცი ისე რომ ხავის და ინიესტას კაკოვიჩებს უზახიან ესპანეთში. მართლა? რაღაცა ის მგონდა. იასნია. ვა, გამისწორდა ხე გაბო რაღაცა ჭორებად ვიცოდი. ანუ მე თავის ოფიციალური გვერდი აქვს, პროსტა მე წაართვეს. ხო ვიღაც ინდივიდუალურმა წაართვა, თუ რაღაცა. ესე თავჩენგელა ვიდეოებს იდეო. ხო, ბაზარი არა, გები რაღაცა მქონდა ხა გადმონაშთი ვიცოდი, მაგრამ რეალური ინფო თუ იყო, აუ ისე იგი დამტკივნეული ამბავი იყო. აუ შენ კი ამ მეთქი 340.000 თუ რაღაც გამოწე, დილით შევედი და ინდური პორნოდებს თორზე. ოია. მაგინებს ყველა ერთგან არ გეკადრებათ. ეს რას გავს ბავშვები გიყურებენ რა. შენც ძალიან ისე პროფესიონალურად გქონდა გვერდი შექმნილი როგორც ვიცი. ხო? თემური 1-2-3 ანუ ფარცხალები 001 პაროლი და კაკოვიჩები იყო ლოგინი და აუ არა ძალიან გამიტყვა. მაილ კაბეთკი იყო და მე და წაიწად ნახევარს მე და დავიბრუნეს ხოთაშორის. ახლაც გვაქვს, მაგრამ აზრი არა, ისია აქტიური. ჩააკლეს, მაგრამ მაგის თავიდან მოხდა შეიძლება ჩვენს დაახლოებით ეგეთი ამბავი შეგვიმთ რომ რაღაც ისეთ ვიდეოს ვსვდებით რა, რომ ბევრი სტრაიკი მოგვივიდა რომ მუსიკებზე და რაღაც სიმღერა. არის მუსიკა Facebook-ზე არის მაგის. არის მოსტრაიკე ხალხი არსებობს ხოთაშორის და შეიძლება ვინმე არაკეთილი სურველმას ეგეთი ჩაატყა რა. აი YouTube-ზე იყო ეგეთი ვიცი. ო არა, ძალიან რთული ამბავი იყო. ჯვარი წერია და ღმერთმა დამიფაროს ეგეთი ამბავის. თავარო ინდური პორნო არ დევ ჯერჯერ თქვენ სტორიებში ძალიან კარგი. აი რაღაცებს აგდე და ხოლმე უცებს 60,000 ლაიქიდან ეგრევე ამ მოგდა 100 ლაიქიანი, მაგრამ ისეთი ინდური კარგი წარმონაქმნი. კამპნაუზე თუ იყავ თუ და კამპნაუზე არ ვიყავ. კამპნაუს მიდამოებში ვიყავ. წვირი შეყო უბრალოდ. წვირი შეყო, მართლა ასე იყო, ხო. შევყავ, მაგრამ მონჟუიქზე დავესწარი თამაშს, ანუ თვითონ კამპნაუ იმაში იყო, რა ქვია, რემონტში, მაგრამ ეხა 2026-ში ხსნება როგორც ვიცი. მაგრამ რა გადარჩა და იმედია მალე კამპნაუზეც გიხილავ. კი, კამპნაუ ჩემი ოცნება და ეხა არის ვარაუდი რომ მესი შევა 6 თვით დაბრუნდესო. არის. ვარაუდია რაღაცა რომ გადავა იქიდან 6 თვით და უეჭველა 6 თვით ვერ გაჩერდება შანსი არა. სოფლ ჩემპიონატის წელია ლოგიკურად რომ მივყვეთ და რამდენად დააბრუნებენ ეგეც არის. არა, მარკეტინგული სვლა იქნება ჩემი აზრით. აუი, აუაგდებენ ყველა ვალს და რაც ახლა იამა. დედიან ბუდიანა მივა ხალხი სტადიონში. 6 თვისის გაიყიდება, ანუ რავი თუ საკუთარ მომიდეს. შეიძლება ხა იქ არგენტინაში არ მგონია ხა მაგას ფორმი შენა იქ New World Old Boys-ზე არის ბაზარი თავის პირველ გუნდზე, მაგრამ მაგას ახ სოფლიო ჩემპიონატის ფორმა თუ უნდა, ხა არგენტინის ჩემპიონატით ვერ შევა ფორმაში და ნახოთ რა ვი ნახოთ. ეხლა ჩვენი ფორმაში ამოხის დონეზე ფორმაშია, მაგარ ფორმაში გაიტანა ხა ამ ბოლოსეც მაგრამ. და ასე რომ ნახოთ იმედია ვიხილავთ 1-6-ში. მე სიმხვა ერთ-ერთ ინტერვიუში რომ გული არ ბერდება. ხო, გული არ ბერდებაო რა. აუ მაგაზე ის გამახსენდა ბიჭო, რა მარტივად იჯერებს ხალხი. მას შენ გამონათქვამს რაღაც ამას მეღაც ოღონდ ისეთ ოფიციალურ გვერდს ედო რა. ხო რაღაცა მესის ფაქტები რო გქონდა გამონათქვამი იყო რომ ლიონელ მესი მე არ მჭირდება მილიონები, არ მჭირდება ეს ფანები, მომეცით ბურთი და მე საოცრებებს გავაკეთე ამას. არასოდეს არ იტყვის ახლა არის ხა დაწუნეული ვარო არასოდეს არ არის მომეცით ბურთი და მე საოცრებებს დუგზარის სიტყვები. რა დუგზარას სიტყვებია მომეცით ბურთი და მე საოცრებებს გავაკეთე. რა ეგა და კომენტარებში ბრავო ლიონელ და არ დახამდა კარგი დედის კარგი შვილი. იმენა კომენტარები იყო ჩემი. ფელი ფაველა. მარტივად იჯერებენ. კარგი რაც არის თან მithumedas იმის არის. მომეცით ბურთი და მე განახებთან და ის პაპირო ქართველი იყო. კი, ასე რომ. ეს ის ქართველია მაშინ. მაგაზე ის კუკურელია, შენ სამეგრელო სირცხვილი ხარ. ხო, ეგ ბიზნესი იყო. კუკურელია, შენ ხარ სამეგრელო სირცხვილი. აუ ისე მეცოდება კუკურელია. ძალიან ხშირად კაჩავენ და მე დაიპარცოს. არა ბიჭო, ხვდება სტილი. მე მითხრა მამაჩემ სხვადასხვა კუკურელიაზე მიბაძო რომ მიდოდა თმების მოძო. გადაკპარცომრე დაიძინებ. ვა, და ვეღარ მიბაძე. ბაზარი არა. ძალიან მარტივად. ესეთი არ ვიცი ამდენად ჭორია, მაგრამ გავცედა ამბავი რომ ფარცხანაკანებში აპირებს ძალიან დიდ პროექტს. ინტერ მაიამის მსგავსი, არაბული პროექტი შეიძლება იყოს. კი მოგეთ კემპი მინდა რომ გავაკეთო. ფუზია რა. კემპი მინდა რომ გავაკეთო, ეგრეთ წოდებული ბჭყალებში. სადაც ჩამოვლენ ბავშვები, ანუ ვისაც ფეხბურთი სურთ, ასე ჩამოვლენ მშობლებიც, ანუ როცა თამაშები არ იქნება, იქნება კონცერტები, გასართობი, გასართობი. რაცინდა მოიგე. იქნება დუალიპა, იქნება რეგიონი, ანუ სხვადასხვა ნაზა, ბედინა, ანუ რაღაცა ყველა დღე მინდა რომ განსხვავებული იყოს, არა, ოკეი? ხო და რა ვიცი, ასე ფეხბურთელებსაც ავარჩევთ. მე ვიქნები კემპის ხელმძღვანელი. და დიდი ალბათობით გზის პირზე იქნება, ხო? გზის პირზე, რა თქმა უნდა, რომ ვისაც ავარჩევთ, ეგრევე გავუშვათ გუნდში.
ანუ ესე რომ რა ხო საინტერესო იგი მეგობრებო ვისაც დაგაინტერესებთ კომენტარებში დაწერეთ და მე მარშრუტკიდან შეგვიძლია რომელი მარშრუტკი მოდის კემპამდე ხება შაბათკვირას დავამთხი რომ მოვა ხო შევეცდები უბრალოდ დავიწყე შენ დიდი ალბათობით იქნებ წვრთნელის აგენტის მე ჩემ თავზე და ვიღებ ეგეთ ამბავში იქნები და ძალიან კაია მე ძალიან მომეწონებოდა მაგალითად რა გუნდში რო ვიყო და შენი ფსიქოლოგიური რჩევა მოგისმინა რა თუნდაც ანუ ეგეთი გუნდები რა რასაკეთებენ რატო არ ავყავართ აი მაგალითად ჩვენი წითელი თუ ლურჯი ეკრანებია ჩვენი რომელი ფერის არის ჩვენი არის მოდი ჩვენი ფერადი ეკრანებიდან თუ მიმართავ მაგალითად ქართულ ფეხბურთელებს რამე ისეთ ცოტა თუ დააკოუჩინო შეგვიძლია დამწყები იყოს თუ გინდა იმიტომ რომ რაღაცა პირდაპირ ვისაუბრო გინდა ოფში გინდა მოგისალმებით ცოტა ფეხბურთი ძალიან საინტერესო кейსი და მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ ვინც ეხლა იწყებს თამაშს თავი რა არის ხომ ტერფი როცა შეუტევთ ყოველთვის გაამაგრეთ ტერფი და არ იფიქროთ იმაზე რომ ეს მოგიტანთ თანხას უბრალოდ ტერფი გაამაგრეთ იმისთვის რომ გაიტანოთ გოლი და თუ გაიტან გოლს გოლი მოგიტანს თანხას და თანხა არ მოგიტანს გოლსაც რომ დამწყებებო შეუტიეთ გაამაგრეთ ტერფი არანაირი ბაჩოკი ტერფი და ყოველთვის გახსოვდეთ თუ ტერფი წარმატება თუ წარმატება ტერფი მადლობა და არანასაკი ფასოთ რაც იმედია ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გამოიყენა იმედია ფედერაციას მალე კი დამიკრებს და დაინერგები მე იმედი მაქვს რომ ჩემი შვილი ჩემი 2 წლის გოგო ახლა ამ რჩევას უსმენდა იმედია ძმაო მე გულით გავაკეთე ეს იმიტომ რომ მართლა ძალიან ისეთი დეტალებში შევედი და მართლა ძალიან ისეთი რჩევაა რომ გამოადგებოთ და იმედია რომ მე დიდი იმედი მაქვს რომ იმუშავებს კი არა დარწმუნებული რომ იმუშავებს ეს ამბავი ისე მართლა რაც ჩემი აზრით აი კლუბებს ნაკრებს არა მაგრამ კლუბებს ჩემი აზრით აი ფსიქოლოგიის ამბავი გვაქვს ანუ საფეხბურთო იმიტომ რომ რავი ეხაც ის პერიოდია რომ თამაშები ევროპა ლიგა კონფერენცია ლიგა და მგონია რომ რაღაცა ნერვიულობის ამბავია Instagram და Facebook-ი უნდა წაართვა ხო არა მაგაზის არა ანუ რაღაცა გადატეხვა გვინდა რა ფსიქოლოგიური იმიტომ რომ ოდნავ კაი გუნდს როგორც კი ხვდები ძლიერ გუნდს რაღაცა მგონია რომ ფსიქოლოგიურისა ხო რომ რაღაცა წინასწარ რო არ გაქვს იმედი რომ შეიძლება მართლა ფსიქოლოგი რო უთხრას რომ აი გახედები ხო ნუ რაღაცა აი ესა რა ხო არა მე მეგონა არ ვიცი ზუსტად არ ვიცი ყავს თუ არა ფსიქოლოგი ჩვენ ეყოლება არ ვიცი ინფორმაცია ნაკრებს რო ყავს ვიცი შენ ბაღში ყავთ ნაკრებს უნდა ყავდა ადრე ნაკრებსაც უარ ყავდა ეგეც ეთყობოდა და ნაკრების ბიჭებს მაგ ეხა მაგალითად ის ლივერპულის ვიდეო ვნახე ჟოთა და იყუყა ძალიან საწყენი ამბავი მოხდა და ვარჯიშზე პირველ ვარჯიშზე მოდიან და რა ყველა გახიდა ხო აშკარად ეთყობა რომ ფსიქოლოგმა იმუშავა რაღაცა აქვთ ახლა მაგათას მაგრამ ხო იგი მამათას მაგარი ისეთ ამბავში მოუწეს ჩასო ძალიან მაგრამ ნუ ყველა პროფესიონალია ახლა იქ და ასე რომ ხო და ასე რომ ფსიქოლოგია მეგობრებო ჩემს კლუბში ამათო მე თავისუფალი ვარ ამ ეტაპზე აღარ არის ამიყვანეთ საუკეთესო კოუჩ ფსიქოლოგი 8 5 25 თუ ეს დაგაინტერესებთ ჩემი ძლია შენზე გვაქვს რაღაცა ფაქტები რომელიც შეიძლება არ იცოდე რა აჰა მე თვითონაც არ ვიცოდე ვა საინტერესო ბიჭო ის ხო არ ვკითხოთ პირველი ცოტა სხვა თემაზე რომ გადავერთოთ რა ნუ ფეხბურთი მესმის რაღაცა მაგრამ თემას აქვს ასევე ლაქშერი ცხოვრება რომელიც არანაკლებ ჩანს მის ინსტაგრამზე თუ სხვადასხვა პლატფორმაზე და აი ჩვენი კითხვა ესეთი ნუ ღამის კლუბების და ლამაზმანებთან ურთიერთობის გარდა ურთიერთობი კაი დავიწყოთ იმით რომ ჩუებს საერთოდ მოდი დავირგებთ რომ მე გახლავართ ინტროვერტი ადამიანი ასე რომ ხარ ღამის კლუბებთან ღამის კლუბებს ვერ გამოვირჩევი რაღაცა უფრო მეტად სახლში რაღაც ლუდი მეგობრები დალევა ეგ არის ჩემი წითელი ღვინო და წყალში ჩადგმული მაგიდა რაღაცა ხოხტები წყარისი მუსიკა რაღაცა პერსონაჟის ჩრდილი რაღაცა ხოხტები რა ეგეთი სტილი ხო მე ღამის კლუბები და რაღაცა არა უფრო რაღაც იმერეთი ჭადი ყველი და ეგ არის ჩემი ახლობით ახლოს ხო სათბური რაღაცა სადღაც საუნდაც გამოიყენებ შეხვალ ასე რომ ძალებითა სამბოლოს დაიწყო მე როგორც არა ხო ლაითაც ვარ ძალიან არა მაგრამ ხანდახან ლუდი მიყვარს ლუდი ასე არც არის მეტი საერთოდ მეტი არ მეგეთხოვება არაყი ისეთ რთულია ცოტა ეგრევე მათ დროს და ასე რომ ლუს დავეწარგები ხო
ხო, ასე რომ. თქვენ რა სასმელს ეწაფებით ხო? მე სხვადასხვა ბატონო თეთრი ღვინო ჩვენ. ბატონო, მე თქვენი ფოტო მაქვს ნახი, ჭიათურის ერთ-ერთ მთაში, მთაზე უფრო სწორად, გათიშული რომ დევხართ და მე მაინტერესებს ეგ ფოტო როცა გადაგიღოთ, რა ალკოჰოლის რა სამწუხარო რომ აქ ფოტოს ვერ ამოვანაცეთ, იმიტომ რომ ეს ჩემი პირველი სურვილია. ეგ იყო არაფერი ისეთი. ახლად მოხარშული თუ არა, მოხარშული არ ქვია ეს არა. ახლად დაყენებული სამნახადი ჭაჭა, რომლის ეფექტიც აისახა ჩემს მდგომარეობაზე. არაფერი იქ ყლაპაში ღორივით ვაგდივარ ბანანი. ხო, ეგ ექსპერიმენტი. ხალხს მოუყვეთ რა არის, იმიტომ რომ ფოტოს ვერ ვაჩვენოთ, ეს ბანანის ფორმით ვაგდივარ, ეს ხელებით იწყება. კალად არის. უცლით და კი. კი, კარგად. ძალიან ექსპერიენსი იყო თქვენთვის რა. ძალიან ექსპერიენსი იყო იმ დღეს. ყინული ჩავტეხეთ და ტბაში ვიბანავეთ ძალიან მაგნები ძალიან წნევაგული რომ მე იმ დღეს მუშაობდი და ვერ იყავი ბიჭო ტეხავს გატეხავ მაგრამ ხამის 12 საათში ჩავდი თუ არის დღეები რომ იქ უნდა იყო რა არა უშავს იმედია კიდევ იქნება ეგ მომენტი ხო საერთოდ არ მახსოვდა ასე არა მე თქვა საიდან ახამას ეს ნანახი მე ჩვენ ვანახეთ ლაკი მაგ იყო ეგ დღე და დამომახსოვრდა არა გამოვანათოთ ბიჭო უნდა მოვანათოთ რომ ადამიანებმა იცოდნენ რა დონეზე სად არის ზღვარი არა ხო ოკეი თუ დაბლარავ შეიძლება მონათება ისე ესეც არის ფოტოში მე მგონი ასე რომ აი გადავიდეთ ფაქტებზე რომელიც შენ თვითონ შეიძლება არ იცოდე იცით თუ არა რომ ერთადერთი ცნობილი ფეხბურთელი ხარ რომელსაც სეზონში სათფური აქვს კი ბატონო ისე ხო ვის ექნება მესის არ ექნება მესის არ ექნება გაწოდოს არ ექნება ხო მე ვარ ბაზარია კი აფრიკაში შეიძლება ქონდეს ვიღაც მაგრამ აფრიკაში რა მოსათფურს ეს კაი რა უნდა ხო კაი მე ფოტო იყოს სათფურს არა შეიძლება იყოს აფრიკას აი კაია ეს კაი ბაზარია კაი მეორე ესეთი ფაქტი რომელიც არ ვიცოდით ხო ორი რაღაცით გავხარ ზლატანს და ესენია თუ ისი რა კაი ვიცა ცხვირი ერთი არა ეს არის უბრალოდ მოდი გეტყვი გული და სული გული და სული კი ბატონო მე ცხვირისკენ წავედი კი ვიცი რა ცხვირისკენ წავედი და ესეთი ჩამჭრელი მე ძალიან პარტავანი ვარ მართლა აი ძალიან ამაყი ვარ რავი თქვენ არა მგონია 3 წელი მე ჩალიჩებთ რომ მოვიდე ხო გადაგაცემა 3 წელი და დავიწყეთ მართლა აი ხო ხვდები რა სანამ იდეა მოფიქრდებოდა თემო მე ზლატანი და ის ეგრე ვარ თუ აი თუ არ მოგვიხუშტურა ადავდივართ ასად რა ვა ეგ ხო ბაზარში არა მეგობრებო ეს გული და სული ქრო მართლა გული და სული გიორგი 100%-ით ვეთანხმ შემდეგ ესე აი საინტერესო იყო შემდეგ ივი პაპა უფრო დიდი ხანი ერთად ხართ ვიდრე იკარდი და მანდანარა კი ბატონო ჩვენ 2012 წელს დავიწყეთ ურთიერთობა და ეგენი არიან 4 წლის წვილია კი ეხლა დაშორებული ვერენ როგორც მე და ჩემი გივი 13 მე და გივი 13 წელს ერთად ვარ შემდეგია შორა ვერავინ კი ბატონო არა ჯვარი წერია კაკოვიჩებს შემდეგი ესეთი ამბავია და შენც გეტყვი და მაყურებელს უბრალოდ ფაქტია ეს რომ თემურ ნიქაბაძე ზუსტად ისე იწერება როგორც გამოითქმის ეს იცოდი? ვა, მოიცეთ. თემურ ნიქაბაძე არანაირი ის ტრანსკრიფცია მართლა ეხა დაიწერება როგორც გამოითქმის ვა ეხა დაუფიქრდი კი ბაზარია თემურ ნიკაბა ბაზარია რა და ბოლოს განსაკუთრებით განსხვავდება მესიც გზის პირას ცხოვრობდა ერთი ფაეს ფაქტად შეიძლება რომ გავიდე საზალეჟავოს და ზიდანის გუნდები ერთადერთი არიან რომელიც მეოთხე ფინალს უთამაშობენ ბაზარია და ვარდებოდნენ იშვიათი მადრიდები რამდენჯერ გამოვარდით იშვიათი აი Netflix რო ტვინდა ჭკუა ხო აი იშვიათი მერლებზე აკაროჩო როგორც გაგდებული და თავიდან საერთოდ დამგარი გუნდი ხო 2012-ში წაგება 2013-ში 14-ში 15-ში და 16-ში მოგება შავკანიან თემურის თუ ძალიან მარტივად შეიძლება ერქოს პარცხანა ყანებელი რაღაც პარცხანების დაისიან რაღაც ან იშვიათი დაისიან რაღაცა და თავჩენგელა რომელიც ჯერ არ გინახავს მილიონერი და ეს სტუდია თუ უყურებთ ფილმის სტუდია სპონსორი არა შენ უფრო ხდება ეს რა ქვია მაგარ სცენარს თავაზობთ უკეთეს ისტორიის ფიზიკურად როგორ ინვესტორი ხო როგორ დაეცა იშვიათი იმერლები და შემდეგ წამოდგნენ ისინი ასე რომ იფიქეთ ამ ყველაფერზე კაი მასაკანი როგორ თამაშები მე თქვენ ხო მოგვიგეთ თუ არა კი კაცო კი ახლა მაგრას ელაპარაკო მაგრას ელაპარაკო ახლა მე მას ნახევარი მას მოგვიგე ხო აი მაგ დეტალებში ნუ შევალთ კი მოკლედ მასაკანიც გვითამაშე ერთად
იყო კიდე ამის მერე კომედი შოუს ამბავი. აგერ ახლა ჩვენს YouTube გადაცემაში გადავეკვეთეთ ერთმანეთს, მე ალბათ სამე წაგვიჭერდა კროკოს. რაღაცა კი გამოგეკეთეთ გვაჩუქებ და მოკლედ ესე გემრიელად წარმართული იყოს ჩვენი ცხოვრება და ძალიან დიდი მადლობა გინდა. გადავუხადოთ თემოს ჩვენს მეგობარს, ჩვენთან მადლობა თქვენ, უნიჭერესი ხალხი ხართ. გენაცვალე. მთელი საქართველო, თქვენ სერიალზე ზის. პადმოსკოვიაც. მართლა გენიალური პერსონაჟები შექმნით და ჩემი არის აი წლები რო გავა, აი 20 წელს რო გავა, ვფიქრობ, რომ თქვენი პერსონაჟები მაინც ხალხს მაინც ემახსოვრა, იმიტომ რაღაცა ისეთი თემაა. მოგეფერე მაგ სიტყვებში გენაცვალეთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ ეს ადამიანები და შემოგევლეთ. თემურისიც რა თქმა უნდა. გენაცვალეთ და შემოგევლეთ. უღმესი მადლობა სტუმრებისთვის, ჩვენი სტუმარი იყო თემო ნიქაბაძე. გენაცვალეთ. დროებით.